მარხვა არის ჩუმი, თუმცა გადამჭრელი წინააღმდეგობა ჩვენივე ჩვევებისა და ნებებით დამძიმებული სურვილების დიქტატორის წინააღმდეგ. როდესაც არა ძალდატანებით, არამედ ჩვენივე ნებით უარს ვამბობთ საკუთარ სურვილებზე, ამ დროს მოულოდნელად ვწყვეტთ მის მონატყოფნას. ჩვენ ვიბრუნებთ ძალაუფლებას საკუთარ თავზე. სწორედ უარის თქმის ამ წერტილში იწყება ყველაზე მთავარი. ღირსმა ისააკ ასურმა საოცარი სიზუსტით გამოიყვანა ეს კანონზომიერება, როდესაც მარხვას ყოველი სულიერი მოღვაწეობის დასაწყისის და საფუძველი უწოდა. საფუძველი იმიტომ, რომ მხოლოდ დაუსრულებელი მე მინდას სიმძიმის ჩამოგდებით იძენს ჩვენი გონება იმ კრისტალურ სიცხადეს, რომელშიც უკვე შესაძლებელი ხდება ღმერთთან ჭეშმარიტი ურთიერთობის დაწყება. და იქ იმსხვრევა მთავარი სტერეოტიპი. ჩვენ ხომ გვეჩვენება, რომ თუ კი რაიმე სასურველზე უარს ვამბობთ, წინ მხოლოდ მოწყინება და მწუხარება გველის. ღირსი იოანე სინელი სრულიად სხვა რამეს ამბობს. იგი მარხვას პარადოქსალურად აღწერს, როგორც სულის მნათობს და ლმობიერების კარს. ამდენად მარხვა არის არა აკრძალვების ყრუ კედელი, არამედ კარი. ამავებაზე ნებაყოფლობითი უარის თქმა ნამდვილი ღრმა სიხარულისაკენ გვიღებს ამ კარს. ეს არის კარი, რომელთანაც ჩვენი მაცხოვარი დგას და აკაკუნებს. მარხვისას ჩვენ ვიხსნით ნებების მძიმე ბორკილებს და ჩვენში ჭეშმარიტი თავისუფლების მომცემი საღვთო მადლი იწყებს დავანებას.